მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ირანში და ირანის ირგვლივ საერთოდ არსებულ ვითარებაზე, რადგანაც ირანში პროტესტებმა მიიღეს უკვე სერიოზული ხასიათი და მათ შორის საერთაშორისო გამოხმაურება, მაგალითად პრეზიდენტი ტრამპის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ჩარევისთვის თუ ირანის რეჟიმი როგორც მას ჩვევია ძალადობას გამოიყენებს და დახოცავს საკუთარ მოქალაქეებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეს განცხადება დღეს ტრამპმა გააკეთა საკუთარ სოციალურ ქსელში და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვასკვნით რომ ვითარება არა მხოლოდ ირანში არის საკმაოდ მწვავე, არამედ გასცდა ირანის ფარგლებს და შესაძლოა ამას მოყვეს გარკვეული უფრო დიდი მოვლენები. ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ, გავაანალიზოთ ეს პროცესი, მიზეზები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, გავლენები, ინტერესები, სად ხდება, რა ხდება და ასე შემდეგ. ანუ მთლიანად მიმოვიხილოთ ეს საკითხი. და სწორედ ამას დაეთმობა დღევანდელი ჩვენი ანალიზი. პირველ რიგში გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს მიმოხილვა. ეს მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის, რომელიც ახლახანს დავიწყეთ და თუ თქვენ გაინტერესებთ ეს ანალიზები, თუ გაქვთ სურვილი რომ მომავალში კიდევ ვიხილოთ და კიდევ უფრო მეტი, ეს მნიშვნელოვანია რომ დაალაიქოთ ის რაც მოგწონთ, ამავდროულად დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, ცხადია ჩვენ ვიცავთ ცენზურას. გულისხმობ იმას რომ კორექტული კომენტარები უნდა იყოს შინაარსით. ამავდროულად შეგიძლიათ გაავრცელოთ თუ გექნებათ ინტერესი და თუ გსურთ რომ სხვებსაც მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე. ზოგადად იცით რომ ირანში 1979 წლიდან ჩამოყალიბებულია ისლამური სისტემა, რეჟიმი, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მაგის შემდეგ ჩამოაყალიბა თეოკრატიული მმართველობა, სადაც სასულიერო პირი მართავს რაგბარი ეგრეთ წოდებული, ანუ უმაღლესი სასულიერო პირი ისლამური შიიტური მიმართულებით და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ რეჟიმი თავისი არსით ჩამოყალიბდა როგორც შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და შეერთებული შტატების გლობალურ დომინაციასთან, დასავლური ცივილიზაციის გლობალურ დომინაციასთან, თუნდაც ან დასავლურში გულისხმობ მაშინ დემოკრატიას, ხო? ისრაელი თავისი არსით შეიძლება დასავლეთში არ მდებარეობს, კლასიკური განზომილებით ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, მაგრამ აქ დასავლეთის განზომილება უკავშირდება არც სამხრეთ კორეა, მაგალითად, არც სინგაპური არ არის ფიზიკურად დასავლეთში, პირიქით აღმოსავლეთშია. აქ იგულისხმება ის კოლექტიური დემოკრატიული ჭყალებში ცივილიზებული სამყარო, როგორც მოვიხსენიებთ ხოლმე. და შესაბამისად აი ამ დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ირანს გააჩნია საკუთარი დღის წესრიგი მოქმედების. თუმცა კონკრეტული მისი სამიზნე ისრაელი არის, როგორც მათი აზრით, ასე იგი სიონისტური სახელმწიფო, რომელიც პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ეს ცოტა უცნაური ფრაზაა, იმიტომ რომ სიონიზმი თავისი არსით ნიშნავს მომხრე, რომ არსებობდეს ებრაელებისთვის საკუთარ ისტორიულ სამშობლოში სახელმწიფო. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული მაგ ტერმინში არ არის. მგონი ბუნებრივია. პრინციპში რომელიერია, რომელსაც არ სურს საკუთარ ბუნებრივ ისტორიულ სამშობლოში კონდეს სახელმწიფო. ეგეთი არის არ არსებობს. შესაბამისად ისრაელის და ირანის დაპირისპირება უკავშირდება აი ამ ირანში არსებული მმართველ ელიტას. ამ ელიტის ძირითადი მიზანი, რადგანაც არის საერთაშორისო აი ამ გლობალური დაპირისპირება ისრაელთან, მისი ძირითადი რესურსების ჩადება ხდება სწორედ ამ მიმართულებით. კერძოდ მათი პროქსი ძალების მხარდაჭერა, როგორიც არის ერაყში მათი მილიცია ეგრეთ წოდებული დაჯგუფებები რეალურად რომ ვთქვათ შიიტური, ისევე როგორც სირიაში ყოფილი უკვე რეჟიმი, რომელსაც ირანი ძალიან აქტიურად მხარს უჭერდა ბაშარ ალ-ასადის ალავიტური რეჟიმი, რომელიც შიიზმის ნაწილი არის გარკვეულწილად. ლიბანში ცნობილი ჰეზბოლაჰი ტერორისტული ორგანიზაცია, ჰამასის მიმართულებითაც საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი არის სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია, ირანს აქვს დიდი მხარდაჭერა, რადგანაც ებრძვიან ისრაელს.
და ჰუსიტები, ანსარალა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იემენში მდებარეობს, იემენის დასავლეთ ნაწილში. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკავშირდება აი ამ დაპირისპირებას ისრაელთან, რომელიც 2025 წლის ივნისში ბრძოლების დროს გადავიდა უკვე პირდაპირ ფაზაში და უშუალო დაპირისპირება იყო 12 დღიანი ომი ისრაელსა და ირანს შორის. ახლა მდგომარეობა შემდეგში არის ბოლო კვირეების და თვეების განმავლობაში ზოგადად ირანში იყო საკმაოდ მშრალი ამინდი და თუ გაიხსენებთ მთელი შემოდგომა ასეთივე მშრალი ამინდი იყო საქართველოშიც რეალურად. უბრალოდ ერთი განსხვავება არის დიდი, რომ საქართველოში ბევრია ისეთი რეგიონი, სადაც არის ყინული, საქართველოში ბევრია წყალი მიწის ქვეშ, საქართველოში ბევრია მდინარე, ბუნებრივი რესურსები ხელს გვიწყობს, რომ თუ წვიმა არ მოდის, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში, წყლის პრობლემა არ შეგვექმნას. ირანში ეს ასე არ არის. და იქ წვიმაზე დამოკიდებულება გაცილებით მეტია. იმიტომ რომ მდინარეები პრაქტიკულად არ არის, ძალიან ცოტა და რეალურად წყლის გადამუშავების რესურსები, ანუ გულისხმობ მარილიანი წყლის ოკეანედან, ზღვიდან, ამის ტექნოლოგიები არ გააჩნიათ. და ამის შედეგად შეექმნათ ძალიან სერიოზული პრობლემები წყლის, მათ შორის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, ისევე როგორც სასმელი წყლის და ასე შემდეგ, ანუ საყოფაცხოვრებო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ რატომღაც ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჰიდროელექტროსადგურების აშენება და აი ამ კაშხალების, ასე იგი, აშენების მიმართულებით ძალისხმევა ჩადეს. ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ირანში ჰიდროელექტროსადგურების აშენება ლოგიკური არ არის, უნდა ყოფილიყო ამის ნაცვლად აქცენტი ძირითადად თბოელექტროსადგურებზე, სადაც ნავთობის რომელიღაც პროდუქცია იყენებენ როგორც წესი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, თუმცა ეს არ შეიქმნა და ელექტროენერგიის პრობლემაც აქვთ ზოგადად, მაგრამ მთავარი პრობლემა რეალურად უკავშირდება აი ამ ყველაფრის შედეგად მათი ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან და მკვეთრ გაუფასურებას. 40% ინფლაცია აქვთ ქვეყანაში, ანუ ფასების ზრდა, ამავდროულად ვალუტის გაუფასურება ისეთი ტემპით მოხდა, წარმოუდგენელ რიცხვებზე არის საუბარი, ხო, 1,5 მილიონი ღირს დაახლოებით $1 მათ ვალუტაში და უცნაური კურსი არის და ზოგადად კურსი ისე იცვლება მალე, რომ აი აქედან წამოვიდა მიზეზი. ანუ ნახეთ, პროტესტი დაიწყო თეირანის ყველაზე მსხვილი ბაზრიდან. ანუ ეს არ არის ლოკალური ტიპის ბაზარი, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბაზარი, ყველაფერი რომ იყიდება პრაქტიკულად და პროტესტი დაიწყო იქიდან, რადგანაც ბევრი რაღაცის წარმოება ირანს ცხადია არ შეუძლია და იმპორტი უწევს. როცა იმპორტში შენ რაღაცა გაყიდე შენი ვალუტით, მიიღე იქიდან დოლარი ან რომელიმე უცხოური ვალუტა, ეს ვალუტა წაიღე და უცხოეთიდან შეუკვეთე ახალი პარტია იმის, რაც გაყიდე უკვე. ის ახალი პარტია რომ ჩამოდის, შენ ახლა გაცილებით მეტი დოლარი უნდა გადაიხადო ამაში, ანუ უცხოური ვალუტა. შესაბამისად გამოდის, რომ შენ ხეირში კი არ გაყიდე წინა პარტია, იმიტომ რომ კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურდა ეროვნული ვალუტის, შენ გაყიდე ეს ზარალში. და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ როცა ამას იმეორებ, გამოდის, რომ შენ ღრმავდები აი ამ ზარალში და რეალურად შემოსავლის ნაცვლად უბრალოდ პირიქით ზარალობ. სწორედ ამიტომ ბაზრებმა, განსაკუთრებით თეირანის, თუმცა კიდევ რამდენიმე რეგიონის ბაზრებმა გადაწყვიტეს და დაიწყეს სერიოზული პროტესტი, რომელიც უკავშირდებოდა ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბოლო ინფორმაციით ეს ასევე განსაკუთრებით გავრცელდა დასავლეთ ნაწილში, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური ლურები. ლურების შემთხვევა ის არის, რომ ლურები ირანული ეთნიკური ჯგუფია, ასევე სხვა ოჯახების, ასე ვთქვათ, ეთნიკური ჯგუფებიც ცხოვრობენ ირანში, მაგალითად არიან აზერი ან აზერბაიჯანელები, ვინც თურქული წარმოშობის არის
და ვინც მონათესავე არის რეალურად აზერბაიჯანელებთან, თავად აზერბაიჯანში, ისევე როგორც თურქებთან, ანუ თურქულ ენოვანი, თურქული წარმოშობის ჯგუფია. თუმცა ეს ლურების ჯგუფი ირანული კი არის, თუმცა მონაცემები გვიჩვენებენ, რომ საკმაოდ დაჩაგრული ჯგუფია, მარგინალური, მეორეხარისხოვანი, გარკვეულწილად საზოგადოებაში უმაღლესი თანამდებობები ნაკლებად უკავიათ და ზოგადად ისეთ რეგიონში ცხოვრობენ ქვეყნის, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირე არის ძალიან მაღალი და მათ ძალიან უჭირთ. საკმაოდ მებრძოლი ხალხი არის, ასე ვთქვათ, მთიან რეგიონში ცხოვრობენ და ესეთი მათი ხასიათი არის მებრძოლი, რადგანაც ის კლიმატური პირობები, ის გარემო, ის სოციალურ-კულტურული ვითარება, რომელშიც ჩამოყალიბდნენ, უფრო მებრძოლი სულის არის. სწორედ ამიტომ პროტესტი განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება იქ. საინტერესოა, რომ პროტესტი ამ მომენტისთვის არ არის გავრცელებული არც აზერბაიჯანულ ნაწილში ირანის, რომელიც ჩრდილო დასავლეთ მიმართულებით არის, არც ქურთული მიმართულება იქვე არის თურქეთთან საზღვარზე, არც მაგალითად თურქმენები, რომლებიც თურქმენეთთან საზღვარზე ცხოვრობენ, არც ბალოჩების მიმართულება, ანუ ეთნიკური ჯგუფები ჯერჯერობით აქტიური არ არიან ირანის და ძირითადი ნაწილი, ვინც აქტიური არის ჩართული აი ამ პროტესტში, ეს არიან სწორედ ირანული ჯგუფები. ასევე სპარსელები თავად არიან აქტიურად ჩართული, გარკვეული ნაწილები, ჯერ არა მხოლოდ მთლიანად. საქმე იმაში არის, რომ პროტესტი გადაიზარდა გარკვეულ უკვე დაპირისპირებაში და ამის მიზეზი არის, როგორც სხვადასხვა წყარო გვეუბნება ირანიდან, მათ შორის ირანელი სომხები, მე ასეთივე ანალიზი გავაკეთე სომხურ ენაზე, ის არხი სომხურენოვანი ძალიან დიდი ხანია მაქვს და რეალურად 1 წელზე მეტია იქ ანალიზებს ვაკეთებ, ასეთ შეფასებებს და ასე შემდეგ, საკმაოდ წარმატებულად ვითარდება და ამიტომ ახლა გადავწყვიტე ასევე ქართულენოვანი შევქმნა, თუმცა გეტყვით პირდაპირ, რომ ქართულენოვანი YouTube-ი სამწუხაროდ გაცილებით ნაკლებად არის განვითარებული, ანუ მოთხოვნად ნაკლები არის როგორც ჩანს, ვიდრე სომხურენოვანი YouTube-ი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ქართულენოვანი YouTube-საც შევავსებთ ხარისხიანი მასალით, განსაკუთრებით ასეთ საინტერესო თემებზე. ხო და სომხური წყაროები, ანუ ირანელი სომხები, ვინც კომენტარებში იქაც წერდნენ ინფორმაციას, რომ პირველი დაძაბულობები დაიწყო ბასიჯების მიერ, ანუ ეს არის დაახლოებით რომ მიხვდეთ ისლამური მუშაკთა კორპუსის თან არსებული ტიტუშკების გარკვეული არაფორმალური ბანდფორმირებები. მათ მიერ ამ პროტესტის მონაწილეთა დარბევების შედეგად ამ მომენტისთვის ცნობილია უტყუარად სულმცირე 2 დაღუპული შესახებ, თუმცა საშუალო ინფორმაცია, ანუ დაუდასტურებელი ბოლომდე ამბობს, რომ 8 ადამიანი არის დაღუპული. ეს ბასიჯები, როგორც ჩანს, იყენებენ არა მხოლოდ გარკვეულ ხის ჯოხებს, რკინის ჯოხებს და ასე შემდეგ, არამედ ასევე იყენებენ რიგ შემთხვევაში ცეცხლსასროლ იარაღს. არის ამის შესახებ ინფორმაცია და გარკვეული კადრები. შესაბამისად, დაღუპულთა რაოდენობა იქ იზრდება, ამავდროულად დაშავებულთა რაოდენობაც იზრდება. ჩვენ ასევე უნდა თქვენთან ერთად აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანი მდგენელი აქ არის პოლიტიკური. არის თუ არა? და თუ წინა პროტესტში მაგალითად გაცილებით ნაკლები ხარისხით იყო პოლიტიკური მდგენელი, იმიტომ რომ ხელისუფლება ზოგადად ხელს არ უშლის პოლიტიკურ პროტესტს, თუ არ არის მიმართული რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იქ რეჟიმი გაყოფილია 2 ნაწილად. არის უმაღლესი სასულიერო პირი, რომლის კრიტიკა არ შეიძლება, ესე იგი, და მისი ისლამური მმართველობის რეჟიმი, რომლის კრიტიკა არ შეიძლება, რომლის შეცვლაზე საუბარი არ შეიძლება და არის პრეზიდენტი, მთავრობა, რომლის კრიტიკაზე პრობლემა არ არის. საერთოდ, რამდენიც კიდე შეიძლება აკრიტიკო, მიტინგებიც ჩაატარო, მაგრამ შეზღუდულად, მაგრამ მაინც ამას პრობლემა ამ მიმართულებით არ უქმნიან, ანუ იმისთვის, რომ განიტვირთოს ბრაზი გარკვეულწილად ამ სამიზნეს იყენებენ. საქმე იმაშია, რომ ეს პროტესტი, როცა დაიწყო, თავად პრეზიდენტმა მასუდ პეჟეშკიანმა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ანუ აზერი არის,
ეს ეთნიკური ჯგუფი, მაგაზე ბევრი აზრი არსებობს, თვითონ ირანელები თვლად მათ ბოლომდე აი აზერბაიჯანელების მსგავსად არ მიიჩნევენ, ანუ მაგიტო იქ ცალკე თემია. თვითონ ხანდახან აზერის ამბობენ, იქ აზერბაიჯანელებს უწოდებენ თავს. მოკლედ, ცოტა რთული საკითხი არის. სხვადასხვა აზრი არსებობს, ნამდვილად არსებობს პირიქით აზრიც. მოკლედ, ბაქოში და თეირანში განსხვავდება აზრები. ანკარაშიც ამაზე. საინტერესო ის არის, რომ მასუდ პეჟეშკიანი ამბობდა, რომ ეს ჩვენი მოქალაქეები არიან, მათ რეალურად აქვთ ეკონომიკური პრობლემები და ჩვენ არ უნდა ეს პრობლემები დავუკავშიროთ ამერიკას. ანუ არ უნდა დავაბრალოთ ეს პროტესტი, რომ ეს ამერიკის მიერ მართული პროტესტი არის. დაახლოებით ეს თქვა მასუდ პეჟეშკიანმა პრეზიდენტმა ირანის. ამავდროულად საინტერესოა, რომ პროტესტის მონაწილეები აქტიურად ამბობენ, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს და ამბობენ გაუმარჯოს შაჰ რეზა ფეჰლევის. ეს შაჰი რეზა ფეჰლევი არის შთამომავალი შვილი იმ შაჰის, რომელიც მეფის, ასე ვთქვათ, რომელიც იყო ირანის მმართველი 1979 წლამდე. და რეალურად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ახლა როგორც ვიცით, ამერიკაში ან სადღაც დასავლეთშია, სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ერთი სიტყვით ირანში არ არის, დასავლეთშია და ეს შაჰი განსაკუთრებით გააქტიურებულია ივნისში აი ამ ირან-ისრაელის ომის შედეგად. ეხლა კიდევ მოსახლეობა რომ ღიად ამბობს გაუმარჯოს შაჰს და დასრულდეს ხომეინის რეჟიმი, ხამენეის და ხომეინის ერთად არიან, მოკლედ ერთი გასაწყისში იყო, ახლა არის, მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ისლამური რეჟიმი დასრულდეს და ჩამოყალიბდეს ისევ რესპუბლიკა, თუნდაც მონარქია, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, ხო, არ არსებობს შიდა ოპოზიცია დემოკრატიული, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში აღმოჩნდეს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეებისთვის, რომ ვინმე ხელისუფლად მიიჩნიონ, თქვენ რომ აგერ ალტერნატივა კონკრეტული ეს არის სწორედ არსებული შაჰ რეზა ფეჰლევი და რეალურად მისადმი მოწოდებები ხდება. ეს ასევე თავად რეზა ფეჰლევი იყენებს ამას აქტიურად და სოციალურ ქსელში აქტიურია, წერს ამაზე, საუბრობს, ინტერვიუები აქვს ასე შემდეგ, რომ ირანი უნდა გავათავისუფლოთო ამ რეჟიმისგან და ამერიკასთან უნდა განვაახლოთ, აღადგინოთ ურთიერთობები. ეხლა ეს რა მდგომარეობაში ხდება? როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ თუ ირანი როგორც მას ჩვევია, იძალადებს და მოკლავს საკუთარ მოქალაქეებს, შეერთებული შტატები მზად ვართ უკვე, იქ მზად ვართ ისეთი ტერმინი გამოიყენა, რომ დაახლოებით იარაღებში ტყვიები გვაქო, დაახლოებით, რომ ვთარგმნოთ და მზად ვართ ჩავერიოთო. ამაზე უზარმაზარი ახლა აჟიოტაჟია ირანულ მედიაშიც და საერთოდ მათ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში, ასე რომ ვთქვათ. აი ამ აკბარის, ანუ მთავარი სულიერი ლიდერის მრჩევლები გამოდიან ერთიც მეორეც, რამდენიმეც, მოკლედ, რამდენიმე ყავს ესეთი. ალი ჯანი არის ერთ-ერთი, გამოდის განცხადებით და აცხადებს, რომ აი შეერთებული შტატებით განან ამ პროტესტის უკან, სინამდვილეში სოციალური პროტესტი გამოვიდა, მაგრამ არიან იქ ადამიანები, ვინც ძალადობენ და ეს მოძალადეები არიან ისრაელის და შეერთებული შტატების შემოგზავნილიო და აგერ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არის უცხოური ჩარევა ჩვენს ქვეყანაში, მოკლედ. დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადებები. იგივე გზავნილები აქვთ ირანულ სახელისუფლებო მედიას, თუმცა საინტერესო ის არის, რომ აქ არ ჩანს რეალურად უცხოური ჩარევის კომპონენტი ამ მომენტისთვის. პირდაპირ შიდა ეს პროტესტი დიდი ალბათობით უბრალოდ გამომდინარეობს იქედან, რომ მოქალაქეები არიან რეალურად უკმაყოფილო ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით და ამავდროულად სანქციების შედეგიც არის ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ეკონომიკის სიდუხჭირეც, კლიმატური პირობებიც, თუმცა ამას ემატება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ივნისში ამ 12-დღიანი ომის შემდეგ, სადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა და ნაწილობრივ განადგურდა ირანის ბალისტიკური და ბირთვული პროგრამები, ირანი იმის ნაცვლად, რომ გარკვეულწილად გონს მოეგოს, მიხვდეს, რომ
პოლიტიკა შესაძლებელი აქვს ირანთან, ისრაელთან დაპირისპირების და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ახლა ძირითადი სამიზნე იყო ისევ ომისთვის მომზადება და ბალისტიკურ რაკეტებს ქმნის 24 საათი დღეში. არის ამის მონაცემები, მტკიცებულებები ძირითადად ჩინეთიდან მოდის ის ნივთიერებები, რაც საჭიროა ბალისტიკური რაკეტებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გემი საერთოდ შეერთებულმა შტატებმა გააჩერა, შეამოწმა და აღმოაჩინა იქ ეს ყველაფერი, რომ ჩინეთიდან მიდის მართლა ირანში და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ზუსტად ასევე უნდა ითქვას, რომ ბირთვული პროგრამის აღდგენაზეც მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ბოლო კვირეების განმავლობაში ჩვენ გვესმის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი ახორციელებს მომზადებას არამხოლოდ ბირთვული იარაღის პროგრამის მიმართულებით, არამედ დაიწყო ახლა ქიმიური და ბიოლოგიური მასობრივი განადგურების იარაღები არის ორივე, იარაღის მიმართულებით აქტიური მუშაობა. იმისთვის, რომ ეს ორივე შეიძლება გახდეს მისი ბალისტიკური რაკეტების მდგენელი ნაწილი, რომლის შედეგადაც თუ დარტყმას მოახდენს ისრაელზე და ეს დარტყმა თქვენ იცით, რომ მოახდინა ივნისში ომის დროს და რამდენიმე ასეთი ბალისტიკური ჭურვი ჩამოვარდა ისრაელში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, ძირითადად თელ-ავივის ესე იგი აგლომერაციაში, ასევე რამდენიმე თუ არ ვცდები, სამხრეთში, სამხედრო ბაზებთან ახლოს, მაგრამ არაფერს არ გაარტყეს იქ. აი, თელ-ავივში შენობებს მიარტყეს სერიოზულად, საკმაოდ. იქ ბევრია მაღალსართულიანი შენობა და რამდენიმე უეჭველი მიარტყეს აი ამ ჭურვებით, ეგ ვიცით, კადრებიც ნანახი გვაქვს. ჰაიფაშიც გარკვეული დარტყმები იყო, როგორც ვიცი. წარმატებული იმ ხრივ, რომ ჩამოვარდა ჭურვი. რამდენად წარმატებული იყო შედეგობრივად, ეგ ნაკლებად, იმიტომ რომ სიზუსტის მხრივ და პრობლემები ზოგადად, ანუ ვერ არტყავენ ზუსტად იქ, სადაც ჭირდებათ, მით უმეტეს ესეთ მანძილებზე. ნებისმიერ შემთხვევაში მათი მიზანი არ არის რამე კონკრეტული ობიექტის დაზიანება, არამედ ზოგადად არის ისრაელში რომ მიარტყან რამეს. განსხვავებით ისრაელისგან, რომელიც ძირითადად მაგალითად კორპუსში თუ ვინმეს კლავს, იმ სართულზე იმ ბინას არტყავს მხოლოდ, წარმოიდგინეთ. საოცარი სამხედრო ტექნოლოგია არის საერთოდ, როცა შეგიძლია სართულს, კონკრეტულ ბინას და სართულს გაარტყა და არა მთელ კორპუსს. და ისრაელი ცდილობდა, მინიმუმ ფაქტია ეს, ცდილობდა ასე მოქცეულიყო ირანთან ომის დროს. მათ შორის იმისთვის, რომ უდანაშაულო, ანუ რეჟიმთან დაახლოებული ადამიანები არ დაღუპულიყვნენ და ეს არ გამოეყენებინათ როგორც ისრაელის წინააღმდეგ რაღაც ფაქტორი მტკიცებულება. მნიშვნელოვანი ახლა არის ასევე ის, რომ ისრაელი ძალიან შეწუხებული არის ამ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის განვითარების პროგრამით. საუბარი საერთოდ არის, რომ თუ ასეთი რამე მოხდება და ამას გამოიყენებს ირანი, მაშინ საფასუხოდ იმ იარაღს ვესწრითო, რომელიც არ გაგვაჩნია, ანუ ბირთვულ იარაღს. ხო, რა პრინციპით არ გააჩნია, იმიტომ რომ ისრაელი შეიქმნა იმის მერე, რაც ჩამოყალიბდა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება. და ისრაელი არ არის უბრალოდ მაგ დოკუმენტის ნაწილი. ანუ მაგ ლოგიკით პრაქტიკულად კანონიერად არ არის აი ამ ბირთვული იარაღის არ გავრცელების შეთანხმების ნაწილი, იმიტომ რომ უბრალოდ ისრაელი არ არსებობდა იმ მომენტში, როცა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ ამას ხელი მოაწერა. ცალკე თემაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი აქ ფაქტორი არის ის, რომ ისრაელში განიხილავენ მათ შორის გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს ახლა ერთი მხრივ ბალისტიკური პროგრამის კიდევ ერთხელ შეწყვეტის, შეჩერების მიზნით, მეორე ბირთვული პროგრამის აღდგენაც ხდება და მესამე დაემატა ამას ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო საშიში არის. ბირთვულზე არა, მაგრამ ბალისტიკურზე ემატება ბალისტიკურს და ძალიან საშიშს ხდის ირანს. მეორე მხრივ, ახლა ასევე ამ დღეებში, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ იყო ისრაელში, შეერთებულ შტატებში უკაცრავად ვიზიტით, სადაც ფლორიდაში ხდებოდა დონალდ ტრამპს, ახალი წელიც კი ერთად გაატარეს, ამის კადრებიც გაავრცელეს და ამის მიზანი იყო მათ შორის განხილვა იმისა, რომ ირანთან დაკავშირებით რა გავაკეთოთ. ეს გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტორით. ერთი ფაქტორი არის, რაზეც ახლა ვისაუბრეთ თქვენთან ერთად, ანუ რა საფრთხეებიც არსებობს რეალურად ირანის მხრიდან. მეორე ფაქტორი არის
პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტის ფონზე მოხდა ეს ვიზიტი და უეჭველი განიხილავდნენ აი ამ პროტესტის საკითხს და შეიძლება ეს პროტესტი იყოს გამოყენებულიც. და მესამე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ფაქტორი ასევე უკავშირდება იმას, რომ მოდის არჩევნები ისრაელში და ბენიამინ ნეტანიაჰუს ჭირდება არათუ ისრაელი სადმი მტრულად განწყობილი ირანი, რომელიც იარაღს ქმნის და ძლიერდება და ასე შემდეგ, არამედ ჭირდება გარკვეული გამარჯვებები და მიმართულებით ჩემი აზრით ცდილობდა შეერთებული შტატების ხარდაჭერის მოპოვებას. ნუ ამას ფიქრობენ მათ შორის ბევრი ანალიტიკოსი, გინდ ებრაელი, გინდ ზოგადად საერთაშორისო. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის ეს განცხადება დღევანდელი უკვე ლოგიკურად და ბუნებრივად, ასე ვთქვათ, აგრძელებს და ამთავრებს აი ამ ციკლს გარკვეულ შეფასებების და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ეხლა უკვე ჩანს, რომ აი ამ პროტესტების ფონზე სხვადასხვა რეგიონში ირანის, რომელიც მზარდია, ვითარდება, სანამ ჩვენ საუბრობთ და მომავალი დღეების განმავლობაში ასევე უეჭველი გაგრძელდება, შეიძლება კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდია ალბათობა, რომ ეს მდგომარეობა გამოიყენოს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა და გარკვეული დარტყმები განახორციელონ ირანის ბალისტიკური და ბირთვული და ქიმიური ბიოლოგიური პროგრამების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამას ექნებოდა დიდი გავლენა, იმიტომ რომ თუ იქნებოდა ესეთი დარტყმები, პროტესტმა შეიძლება მიიღოს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი, იმიტომ რომ დაიჯერებენ ადამიანები რეჟიმის ცვლილებაში. რაშია პრობლემა პროტესტის? რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები კი არიან და ბასიჯები დღეს ანუ ტიტუშკები აქტიურად ებრძვიან მათ, მაგრამ ჯერ არ არის პროცესში ჩართული პროტესტის წინააღმდეგ ისლამური გუშაკთა კორპუსი, რომელიც ძალიან სერიოზულად შეიარაღებული არის და შეიძლება უბრალოდ დახოცონ აი ეს მოქალაქეები, ვინც აპროტესტებს სოციალურ ეკონომიკურ სიდუხჭირეს. სწორედ ამიტომ ტრამპის განცხადება ნამდვილად შემთხვევითი არ არის. თუ ეს მოხდება, შეერთებული შტატები ჩარევით იმუქრებიან. როგორი შეიძლება იყოს ჩარევა? ისრაელთან ერთად, ან რომელიმე შეიძლება შეერთებული შტატებმა პირველმა დაიწყონ. მათ შორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ბიორი, ესე იგი, ბომბდამშენების მოძრაობა ფიქსირდებაო. რამდენად სიმართლეა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასეთი მოძრაობა ფიქსირდებოდა შარშანაც, როცა დარტყმები განახორციელეს ივნისში. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებმა შეიძლება ნებისმიერ დროს დარტყმები დაიწყონ. ისრაელმა ასევე შეიძლება პირველმა ან მეორემ შეერთებული შტატების მერე დაიწყოს დარტყმები. პრობლემა იმაშია, რომ ეხლა ირანმა შეიძინა ჩინური სააერო თავდაცვის სისტემები. და რეალურად შეერთებული შტატების და ისრაელის სამიზნეც არის, რომ გაარკვიონ და ეს ანალიტიკოსები ამას ღიად ამბობენ, რომ გავარკვიოთ არის თუ არა ეს ჩინური სააერო თავდაცვის სისტემები საფრთხე აი ამ ყველაზე წარმატებული, ყველაზე თანამედროვე, ან თითქმის ყველაზე თანამედროვე ებრაული და ამერიკული ტექნოლოგიებისთვის, როგორც არის F-35, მათ შორის ისრაელის მოდიფიკაცია, როგორც არის B2 და ასე შემდეგ. ერთი ფაქტორი ეგ არის. მეორე ფაქტორი არის, რომ შეიძლება პროტესტს ხელი შეუწყონ და მოხდეს აჯანყება და ხელისუფლების ცვლილება, ანუ რეჟიმის ცვლილება. ფაქტორი ასევე უკავშირდება იმას, რომ ირანის აზერბაიჯანელები, ქურთები და ასე შემდეგ არ არიან აქტიური ამ მომენტისთვის. ელოდებიან, თუ დაიწყება დაშლის რაიმე პროცესები, მაშინ შეიძლება გააქტიურდეს ირანული აზერბაიჯანის ნაწილი, შეიძლება გააქტიურდნენ ქურთები, ბალოჩები, არაბული მოსახლეობაც არ იქცალკე, თუმცა არ ამგონია არაბების მხრივ განსაკუთრებით აქტიურობა იყოს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პროცესები შეიძლება იყოს, თუ ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდება. თუმცა ამ მომენტისთვის იმდენად სუსტი არ არის ნამდვილად. შეიძლება დასუსტდეს დიდი პროტესტის, აჯანყების და მათ შორის სამხედრო ინტერვენციის, გარე სამხედრო ინტერვენციის ფონზე. ოღონდ ამ ყველაფერს სჭირდება ლიდერი. შეერთებულ შტატებს თვალად დაშლილი ირანი კი არ აწყობს. არამედ პრინციპში უფრო მეტად აწყობს ირანი, ოღონდ ლოიალური, ანუ დემოკრატიული რესპუბლიკის ან მონარქიის ტიპის, რომელიც მიზნად არ დაისახებს შეერთებული შტატების და ისრაელის განადგურებას ან მათთან
ბრძოლას სიკვდილამდე და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოესი კვირეები იქნება გადამწყვეტი, რომ დახო დინამიკა როგორი იქნება. ეს იქნება მზარდი დინამიკა, თუ პროტესტი გარკვეულწილად გაჩერდება რომელიმე ეტაპზე. თუმცა პროტესტი რომც გაჩერდეს, ისრაელ-ამერიკის პრობლემა, რომელიც აღნიშნე, ბალისტიკური, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის განვითარება რჩება დღის წესრიგში, ანუ ეს საკითხები არ არის მოგვარებული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეული განვითარებები ამ მიმართულებით გვექნება ნებისმიერ შემთხვევაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გავაგრძელებთ ამ თემის მიმართ ჩვენს თვალყურს და გაგაცნობთ შემდგომში უკვე სიახლეებს. მადლობა და შევხვდებით შემდეგი ანალიზისას.